როდესაც 8 წლის ვიყავი, მეგობრები არ მყავდა, რადგან დედა არ მაძლევდა უფლებას მეზობელ ბავშვებთან ერთად მეთამაშა გარეთ. ხოლო ჩემ ბიძაშვილებთან ერთად თამაშობდი და ისინიც ჩემგან შორს 3 საათის სავალ გზაზე იყვნენ. ერთ დღესაც დედა სამსახურში მიდიოდა და მოულოდნელად მითხრა, რომ შემეძლო გარეთ გავსულიყავი და მეთამაშა. ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მოკიდე ჩემ თოჯინებზე სათამაშოებს ხელი და გარეთ გავარდი. მაგრამ არც ერთი ბავშვი არ მეთამაშებოდა, რადგან არავინ არ მიცნობდა და სრულიც არ ჰქონდა ჩემთან თამაშის. მაგრამ მოულოდნელად ვიღაც პატარა ბიჭი მოვიდა, ლეკვის თვალებით და ძალიან საყვარელი, რომელმაც თამაში შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი იყო, თოჯინებითაც მეთამაშებოდა და სხვა გოგო თამაშებსაც. მან ასევე დამპატიჟა მასთან სახლში, რომ მეთამაშა. როდესაც მის სახლთან მივედით, გაუგნებული ვიყავ, რადგან ის ძველ სახლს გავდა. გეგონებოდა თითქმის 20 წელი არავის დაულაგებია აქაურობაო. ჩვენ მის ეზოში გადავწყვიტეთ თამაში. როცა ეზოში ვთამაშობდით, არ ვიცი რატო, მაგრამ გულის რების შეგრძნება მქონდა. ბიჭმა არც წყალი შემომთავაზა და არც დახმარება. უცნაურად შემომხედა და მითხრა: შემდეგ ჯერზე მე მოვალ შენთან სახლში, დასაძინებლად. ვერაფერი ვერ გავიგე და დავიდენი. ამ ამბიდან 2 კვირის შემდეგ მე მას ვეძებდი. ამ დროს მოულოდნელად ვიღაცამ ჩემსკენ ხაღალდის თვითმფრინავი ისროლა. როცა ავიღე, ის ახალი გაზეთის ფურცლისგან იყო გაკეთებული და რაც იმ გაზეთის ფურცელზე ეწერა, ჩემი ცხოვრების კოშმრად იქცა. ბავშვი, რომელთანაც ვთამაშობდი, 9 წლის უკან დაკარგული ბიჭი იყო. სახლში გავიქეცი, საწოლზე დავეცი და დავიწყე ფიქრი. რა დროსაც ფანჯარასთან ეს ბიჭი დავინახე, რომელიც მიღიმოდა. ამჟამად 19 წლის ვარ და ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო და კიდევ ვერ მოუძებნე ამ ყველაფერს პასუხი და ახსნა.